გვიანობამდე ასუფთავებდნენ სტიქის შედეგად დატბორილ სვანიძის ქუჩას მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველთა ჯგუფები, ასევე მთელი ღამის განმავლობაში წმენდნენ ამ პერიმეტრს მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებით. ღამითვე ჩატარდა მდინარე ვერის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები. სვანიძის ქუჩაზე გაწმენდით სამუშაოები დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდება. დღეს დილიდან ისევ ჩაერთვებიან ამ პროცესში მოხალისეები. ვახორციელებთ მდინარე ვერის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოებს, როგორც ვთქვათ, ვარცოფმა კალაპოტი შეცვალა. ამჟამად ფაქტიურად ჩახერგილია გზა ცხოველთა სამყოფელზე გადასასვლელში. დახოცილი ცხოველების გადმოყვანა ამის გამო ვერ ხერხდება, ამიტომ სასწრაფოდ ამ რამოდენიმე საათში უკვე უნდა გავხსნათ ეს შესაძლებელი და გახდეს მაშველებისთვის გადასვლა უკვე და ამ დაღუპული ცხოველების გადმოყვანა. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ჩართული არის ჯარი, 150 ჯარისკაცი მუშაობს ყოველდღიურად, 200 მოხალისე ყოველდღიურად, ასევე 30 სპორტსმენი. მიმდინარეობს ოჯახებიდან, ანუ სახლებიდან ნაგვის გამოტანა, ასევე შლამის გამოტანა სარდაფებიდან და წყლის ამოტუმვა.